შენ გადაწყვეტილი გაქვს ახლო მომავალში სესხის აღება, სანამ სესხის ხელშეკრულებას გააფორმებ ბანკთან, აუცილებლად უყური ამ ეპიზოდს, სადაც მოგიყვებით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენ საჭიროებებზე დასხვევა და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის აღების დროს. ამ დეტალებში გაგვარკვევს ჩვენი სტუმარი ტერაბანკის საბანკო დაზღვევის ბიზნესის ხელმძღვანელი თორნიკე ფერაძე. მოგესალმები თორნიკე. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ ჩემთან მოხვედი სტუმრად. თორნიკეს აქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, სხვადასხვა ბანკში მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ვფიქრობ, რომ შენ ფლობ ფასდაუდებელ ინფორმაციას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, დღეს გაგვიზიარებ. გაუზიარებ ჩვენს მაყურებელს და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფინანსური სტაბილურობისთვის და ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი პოდკასტი, აუცილებლად ეხლავე დააჭირეთ გამოწერის ღილაკს ხელი და კომენტარებში დაწერეთ თქვენი გამოცდილება თუ ბანკში სესხთან ერთად დაზღვევის შეძენის გამოცდილება გქონიათ. კარგით, ეხლა გადავიდეთ თორნიკე შენთან საუბარში და ჩვენ ეხლა დღევანდელი განხილვის თემა არის ბანკი და დაზღვევა. ერთი შეხედვითაც და ზოგადად ბანკი და სადაზღვეო კომპანია აქვს განსხვავებული მიზნები, განსხვავებული საფინანსო ინსტიტუტებია. სადაზღვეო კომპანია იღებს რისკს საკუთარ თავზე და ამის სანაცვლოდ იღებს პრემიას მომხმარებლისგან, რაც შეეხება ბანკს, ბანკი დეპოზიტარებისგან იღებს თანხას, სანაცვლოდ გასცემს პროცენტს, ხოლო ამ დეპოზიტებით დაგროვებული თანხით გასცემს სესხებს და სანაცვლოდ იღებს პროცენტს. მოკლედ განსხვავებული პროფილები აქვს მუშაობის. რისკებიც, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო, ესე ვთქვათ, ბიზნესისთვის შემადგენელი ნაწილი, დაზღვევა ხო მთლიანად რისკია, ესე ვთქვათ, სადაზღვეო პროდუქტი ხო, რომელიც ვორდინგით რეგულირდება და ბანკისთვის არა რაღაცას ავანგარდში მდგომი კომპონენტი, თუმცა შემადგენელი ნაწილი არის, იმიტომ რომ როდესაც შენ ადგენ რაღაც საბანკო ტიპის პროდუქტს, არ აქვს მნიშვნელობა. იქნება უზრუნველყოფილი, არაუზრუნველყოფილი, არსებობს ალგე რისკების მიმართულება, საკრედიტო რისკების მიმართულება, რომელიც ფასწარმოქმნაშიც კი მათ შორის რისკებს მოიაზრებს და თუ თქვა მაღალ რისკიანია პროდუქტი, ის შეიძლება იყოს შედარებით ზვირადღირებული, ვიდრე უზრუნველყოფილი მინიმალურ რისკებზე დაყვანილი პროდუქტი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რისკები ბანკშიც არის პროდუქტის წარმოქმნის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი კომპონენტი. კი, რისკები აქვთ თავისებური გაგებით. ბანკს თავისებური გაგებით, სადაზღვეო კომპანიას თავისებური გაგებით. აი მე მინდა შენ გკითხო, რა საერთო გადაკვეთა აქვთ ამ ბანკს და სადაზღვეო კომპანიას. აი რა იპოვეს ის მნიშვნელოვანი თანკვეთა, როდესაც თანამშრომლობა ორივესთვის არის სასარგებლო. აი, როგორც ვთქვით ახლა წეღან, საბანკო ბიზნესისთვის გამომდინარე იქიდან, რომ რისკები ერთ-ერთი თამდები კომპონენტი არის, დროთა განმავლობაში ისე განვითარდა და ისე ჩამოყალიბდა, რომ ბანკმა აღმოაჩინა, შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა დაზღვევისგან ინიცირებული, ხა თავის დროზე ვინ იყო ამის ინიციატორი გაგვიჭირდება თქმა, თუმცა ეს თანამშრომლობა განაპირობა იმან, რომ ბანკი ხედავს, რომ საბანკო ბიზნესში წარმოშობილი რისკები შეიძლება იყოს დაზღვეული და დაზღვეული იყოს სწორედ სადაზღვეო კომპანიებისაგან, რომელთა ბიზნესის ძირითადი შინაარსიც ზუსტად რისკების დაზღვევა არის. და შესაბამისად უკვე საბანკო ბიზნესში ჩვენ ვხვდებით ისეთი ტიპის დაზღვევებს, რომელიც შეიძლება აზღვევდეს როგორც კონკრეტულ უზრუნველყოფილ ქონებას, შეიძლება ეს იყოს რაღაც ბინა, ნებისმიერი საუბარი, მოკლედ ვთქვათ, უძრავი ქონება, ან შეიძლება მოძრავი ქონება, ავტომობილი, სპეცტექნიკა და ასე შემდეგ და მათ შორის შეიძლება დაზღვეული იყოს როგორც მომხმარებლის მსესხებლის სიცოცხლე, ასევე შეიძლება იყოს საკრედიტო შენატანები, მარტივენაზე რომ ვთქვათ, უმუშევრობის დაზღვევას ასაც ეძახიან და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ვითარდება, ანუ იხვეწება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ბაზარზე, აი თუ შევადარებთ ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნების ბაზარს, თუნდაც დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ინოვაციას, ბევრ, ასე ვთქვათ, სიახლეს შეხვდებით ქართულ საბანკო სექტორში, აი ამ ნაწილში, უშუალოდ დაზღვევისა და ბანკის თანამშრომლობის ნაწილში. კარგი, უფრო კონკრეტულად რას მოიაზრებს ეს თანამშრომლობა? რა დადებითი მხარი აქვს დაზღვევისთვის, რა დადებითი მხარი არსებობს ბანკისთვის, რომ ეს მოძებნონ ერთმანეთთან თანამშრომლობის შეხების წერტილები?
როგორი რაღაც არის, მოდი აი ეს რო ავხსნათ, ჯერ თავიდან გავმიჯნოთ ორ მხარედ. იმიტომ რომ აქ ამ ბიზნესში, ესე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში არის რეალურად სამი სუბიექტი. ეს არის სადაზღვევო კომპანია, არის ბანკი და საბოლოო ჯამში მე ეს ყველაფერი მიდის მსესხებელთან, მომხმარებელთან, რომელიც ხდება ორივე ბიზნესის მომხმარებელი. შეგვიძლია გავმიჯნოთ ორ ნაწილად. ანუ ერთ მხარეს დგას სადაზღვევო კომპანია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესი, ზოგადად რაც ყველა ბიზნეს რო რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაყიდოს და აიღოს თქვა რისკები, შესაბამისად მიიღოს პრემია და მეორე მხარეს არსებობს პრაქტიკულად ერთი და იგივე ინტერესში მოქცეული ბანკი და ბანკის მომხმარებელი. იმიტომ რომ როდესაც სესხის გაცემას მიყვება დაზღვევა, ამ დაზღვევით თანაბარ დაინტერესებული არის როგორც ბანკი, ასევე ის მომხმარებელი, რომელსაც შეგნებული აქვს რატო ყიდულობს ამ პროდუქტს. ანუ ერთ მხარეს ერთად დგანან ბანკი და მომხმარებელი. თამაშ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მე რეალურად შეიძლება ეს ჩავშალოთ, მაგრამ როდესაც მაგალითად კონკრეტული პირი იძენს სესხით ავტომობილს და ისეთ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც ეს ავტომობილი არის შემოსავლის წყარო და თან ამ სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს ავტომობილი, დაინტერესებულია როგორც ბანკი, რომ ეს ავტომობილი დაზღვეული იყოს, იმიტომ რომ სესხის უზრუნველყოფის წყაროა. პლუს ამას მომხმარებელიც დაინტერესებული არის, იმიტომ რომ ეს არის შემოსავლის წყარო და მისი განადგურების შემთხვევაში მომხმარებელი შეიძლება დადგეს სერიოზული ფინანსური რისკების ქვეშ. ისევე როგორც შეიძლება მათ შორის დადგეს ბანკიც, იმიტომ რომ ბანკი, როდესაც აანალიზებს, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი არის შემოსავლის წყარო, მისი განადგურება გამოიწვევს როგორც უზრუნველყოფის, სესხის უზრუნველყოფის დაკარგვას, ავტომატურად ნადგურდება შემოსავლის წყარო. თანაბრად ზიანდება როგორც ბანკი, ასევე მომხმარებელი. კი, გადახდის საშუალება იკარგება მომხმარებლისთვის, გადახდის სესხის გადახდის. ბანკისთვის შეიძლება ორმაგად საზიანო იყოს, იმიტომ რომ გადახდის საშუალებაც იკარგება და სესხის უზრუნველყოფაც, მომხმარებლისთვის პირველ რიგში გადახდის წყარო იკარგება, რომელიც შემდგომ იწვევს ფინანსურ პრობლემებს, ვეღარ ახორციელებს სესხის შენატანს, რასაც მერე მოყვება, როგორც შეიძლება საკრედიტო ისტორიის გაფუჭება, ან თქვათ მეტი ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს სესხის რესტრუქტურიზაცია, რაღაც ალტერნატიული ქონების ჩანაცვლება, თუ ამას დროში ვერ ახერხებს, შემოსავალი იკარგება თანამედროვე და მოკლედ აქ თუ წარმოვიდგინოთ ახლა ასეთ кейსში არსებობს დაზღვევა მომენტალურად ჭრის პრობლემას. მინიმუმ იმით, რომ ანუ ანაზღაურებს ამ განადგურებულ ქონებას, რასაც რის შედეგადაც მომხმარებელი ან პირდაპირ ბანკი გააჩნია, რომელია მოსარგებლე, იღებს ერთიან თანხას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მთლიანი სესხის ჩაფარვასაც იყოს, რა დროსაც როგორც ბანკი, როგორც კლიენტი თავისუფლდება ვალდებულებებისგან, ამავდროულად ბანკსაც ეფარება გაცემული სესხი და შეიძლება ბანკმა და კლიენტმა უკვე ახალი ურთიერთობის დაწყებაზე გააგრძელოს საუბარი. უმკვნეულად. კი ბატონო, ეს ბანკის მხრიდან ნამდვილად აშკარაა, ნათელია ეს თავისი ბიზნესისთვის ამის საჭიროება. აი, დაზღვევის კუთხიდან დაზღვევას რატო სურს რო ითანამშრომლობს ბანკთან? დაზღვევა თვითონაც ყიდის პოლისებს, ხო ესია? და ამ შემთხვევაში როგორ არის ეს თანაფარტობა დაზღვევის მხარეს რა არის დადებითი მხარე? რა თქმა უნდა, დაზღვევის მხარის ინტერესი არის ძალიან მარტივი და პრაგმატული. გაყიდოს მეტი პროდუქტი. ხა როგორც ანუ სადაზღვევო კომპანიებს და ისევ არა მარტო სადაზღვევო კომპანიებს, ბევრ კომპანიას აქვს როგორც პირდაპირი გაყიდვების არხები, ეგრეთ წოდებული direct channel-ებს ასახიან, ასევე არის ალტერნატიული გაყიდვების არხები. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიისათვის ბანკი საკმაოდ ეფექტური ალტერნატიული გაყიდვების არხი არის, იმიტომ რომ ბანკს ყავს საკმაოდ დიდი სამომხმარებლო ბაზა, რომელსაც რეგულარულად ურთიერთობა სხვადასხვა სეგმენტის მიხედვით. ბანკს აქვს იმის ბერკეტი მათ შორის, რომ სიტყვაზე ახლა მაგალითად ქართული რეალობიდან რომ გამოვიდეთ შენი პოდკასტის ამას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტად აწიოს ცნობიერება მომხმარებელში. არ არის დღეს კიდევ იმდენად საჭირო ცნობიერება, შესაბამისი ცნობიერება, რაც რეალურად არის საჭირო მომხმარებლისთვის და ბანკს აქვს იმის ბერკეტი, რომ მომხმარებლის მაგიერი ფიქროს და მომხმარებლის მაგიერი იზრუნოს ისეთი кейსების და ისეთი რისკების დაზღვევაზე, რომელსაც შეიძლება მომხმარებელმა თავისი გამოცდილებით არ მიაქციოს ყურადღება. შესაბამისად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაყიდვების ნაწილში, როგორც ალტერნატიული არხი, ბანკი საკმაოდ ეფექტური არის. უცხადია, რა თქმა უნდა, შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მოლაპარაკების საგანია უკვე ბანკსა სადაზღვევო შორის. ანუ დაზღვევისთვის ეს არის ახალი სეგმენტის გახსნის საშუალება. შეიძლება ეს მისი სეგმენტი ისედაც იყოს, უბრალოდ ბანკის გავლით სადაზღვევო კომპანია უფრო ეფექტურად ახერხებს, რომ მიწვდეს მომხმარებელს. აი, სხვათა შორის, საერთოდ ეს მოდელი რატო არის თითქმის ყველასთვის სარგებლიანი, აი ამასაც ორი სიტყვით ვიტყვი რა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ურთიერთობაში არის ბანკი და სადაზღვევო კომპანია ბანკს განიხილავს როგორც დიდი გაყიდვების არხს. აი, სადისტრიბუციო ენაზე რო ავხსნათ, ანუ აი ბითუმად, ასე ვთქვათ, იძენს პოლისებს დიდი რაოდენობით. რაც სადაზღვევო კომპანიას ლოგიკურად აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ტარიფი შედარებით გააიაფოს, ვიდრე შეიძლება ეს იყოს საცალო მომხმარებლისთვის, ერთი კონკრეტული საცალო მომხმარებლისთვის. აქ ეხლა განსაკუთრებული არაფერი არ არის, ელემენტარულად წარმოვიდეთ, ხა თუ ერთ მანქანას აზღვის სადაზღვევო კომპანიაში
სხვა ტარიფს კეთებენ, თუ 5 მანქანას დააზღავ, რაღაც გარკვეულ ფასდაკლებას გაგიკეთებენ. ბანკის გავლით განიხილავს როგორც პირობითად რაღაცა წლის ინტერვალში რამდენიმე ასეულს. კრებას უბრალოდ. შესაბამისად აკეთებს ფასდაკლებას, საკმაოდ ხელშესახებს. ამის საფუძველზე მე უკვე ბანკი თუ არ აკეთებს არაადეკვატურ ფასნამას, ხშირად შეხვდებით თქვენ საბანკო სფეროში ისეთი ტიპის სადაზღვევო პროდუქტებს, რომელიც მომხმარებელს ბანკიდან შეძენის შემთხვევაში შეიძლება ცოტა იაფი დაუჯდეს, ვიდრე ამავე სადაზღვევო კომპანიასთან თუ შეიძენს პირადად. ამას რა თქმა უნდა თავად ბანკი აკონტროლებს უკვე რამდენად დაინტერესებული არის, თქვა თავის მომხმარებელი მოხიბლოს, თავის მომხმარებელს, ასე ვთქვათ, სარგებლიანი პირობების შესთავაზოს, ამის ლუფტი ხშირად რჩება ხოლმე ბანკს. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო პროდუქტის შეძენით, ისიც უნდა იცოდეს, რომ ბანკის გავლით თუ იძენს, ანუ ეს ყველა ვარიანტში ნეგატიურ მას არ ნიშნავს, რომ აი აქ ჩვენ შორის ბანკი იდგება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გამიზროს პროდუქტი. პირიქით, არის შემთხვევები, როგორც თქვით, შეიძლება უფრო სარგებლიანი ტარიფითაც შეხვდეს სადაზღვევო პროდუქტს. კი, აი ტარიფთან ერთად აი რომ შევხედოთ, ჩვენ თქვით, რომ სადაზღვევო არის ერთ მხარეს, ბანკი და მომხმარებელი მეორე მხარეს. მომხმარებლის თვალით რო შევხედოთ, მომხმარებელი გარდა იმისა, რომ უკეთეს ტარიფს იღებს საბოლოო ჯამში, როგორ გრძნობს იმას, რომ ბანკი მის მხარეს არის ამ ურთიერთობაში. ძალიან კარგი კითხვა არის. აი სხვათა შორის ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ შემხვედრია ისეთი кейსები, სადაც ბანკი ყოფილა რიგ შემთხვევებში მომხმარებლის ადვოკატი სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც დახმარებია სწორ კომუნიკაციაში. ახლა მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესები მაგალითად, როდესაც დაგიდგება ზარალი პირობითად, ხო, რაღაცა ბიუროკრატიულ პროცესებთან არის ხოლმე დაკავშირებული. რიგ შემთხვევებში შეიძლება მომხმარებელი თვითონ ვერ იგებდეს უბრალოდ რაში არის მართალი ან რაში ტყუის პირობითად, მაგრამ ნახეთ აქ როგორი სიტუაცია ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სადაზღვევო კომპანია აზღვევს ისეთი ტიპის სუბიექტს, შეიძლება ის იყოს ქონება ან უბრალოდ რისკი, რომელთაც დაინტერესებულია როგორც მომხმარებელი, ასევე ბანკი. თუ დადგება სიტყვაზე ზარალი და განადგურდება, მაგალითად, ისევ ვილაპარაკოთ მარტივად ავტომობილი. ასეთ დროს ბანკისთვისაც უკვე რისკი გაზრდილია, ხო, სესხის უზრუნველყოფა არის განადგურებული. ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არის დადებული ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ ითვალისწინებს თანამშრომლობის პირობებს, ანუ რა რისკებია დაზღვეული, რა გამონაკლისებია პირობითად და ასე შემდეგ. ასეთ დროს სანამ მომხმარებელი თვითონ დაიწყებს თქვათ იმაზე ზრუნვას, რომ მისი განადგურებული ქონება შეფასდეს, ანაზღაურდეს და ასე შემდეგ, ბანკიც ერთვება უკვე პროცესში და ბანკიც ურთიერთობს თავის პარტნიორთან, რომ აი ჩემს მიერ დაზღვეული ქონება, ჩემი არხიდან დაზღვეული ქონება, რომელიც ჩემი სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს, განადგურდა და შეიძლება დააჩქაროს აი ეს ბიუროკრატიული პროცესებიც. ხშირი ყოფილა შემთხვევა, რომ თქვათ აი რომ შევადაროთ მომხმარებელი, რომელიც პირდაპირ ურთიერთობს სადაზღვევო კომპანიასთან, მისთვის შეიძლება რაღაცები ან დროში გაწელილა, მე კონკრეტულად სადაზღვევო კომპანიაზე რა თქმა უნდა დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა დგება ხოლმე ასეთი პრაქტიკა, ისიც რაღაც ლოგიკური ბიუროკრატიული პროცესებიდან გამომდინარე. მაგრამ აი ბანკის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ბანკი როგორც მსხვილი მომხმარებელი სადაზღვევო კომპანიისთვის, როგორც სტრატეგიული მომხმარებელი, ამ დროს არსებობს რესურსები იმის, რომ თქვათ რაღაცა პროცესები დაჩქარდეს შეძლების და გვარად. ნუ დამეთანხმებით ახლა რომ ბიზნესში ყველაფერი მაინც დამოკიდებული არის ურთიერთობებზე, როგორი ტიპის ურთიერთობები არსებობს და როდესაც ბანკში არსებობს ეს კონკრეტული განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი არის საბანკო დაზღვევაზე, როგორც ოპერაციულად, ასევე ეხლა რა თემაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იყოს ეს ეფექტური ურთიერთობა ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, ძალიან დიდი ბერკეტი არსებობს და პრაქტიკულად ბანკი თავისი ინტერესების დაცვით ავტომატურად იცავს მომხმარებლის ინტერესებს. ეხლა მე მინდა უბრალოდ მაყურებელმა დაინახოს და ასე ვთქვათ, სწორად შეაფასოს, რომ ასეთ დროს, ანუ ბანკი არ არის ის სუბიექტი, რომელიც შენ უბრალოდ გაიზულებს დამატებითი გადასახადის გადახდას. შენ რეალურად იღებ დაზღვევას, იღებ სერვისს და ასე ვთქვათ, შენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ახლოს არის განხორციელებასთან, იმიტომ რომ ის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაუდგეს, ამ შემთხვევაში უკვე არის გადაზღვეული და ყავს საიმედო პარტნიორი ბანკის სახით ამ დროს. კი, ანუ აშკარა ის, რომ ჩვენი ამას სჭირდება ფინანსური განათლება, რომ მიხვდე შენი სესხისთვის რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევის არსებობა და აი ამ ფინანსურ კონსულტაციას, ასე ვთქვათ, პირველად გიწევს ბანკი, ეს ძალიან დიდი პლუსია. მეორე პლუსი შენ ახსენე, რომ ბანკის გავლით შეძენილი პოლისი ბევრად უფრო ეკონომიური გამოდის საბოლოო ჯამში, ვიდრე
თუ ბანკს აქვს ამის სურვილი. აქ ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ბანკს აქვს ამის სურვილი. ანუ ლუფტი არსებობს ხოლმე რეალურად და ხშირად შეხვდებით თითქმის ყველა ბანკში, მაგალითად რა ვიღოთ, ქონების დაზღვევა ხშირ შემთხვევაში ბანკის გავლით იძლევა იმ შესაძლებლობას შენ უფრო იაფად დააზღვა, არ აქვს მნიშვნელობა შენ რომელი სეგმენტი ხარ, საცალო, მიკრობიზნეს სეგმენტი ხარ თუ თქვათ კორპორატიული თუნდაც ბანკის გავლით ხშირია ხოლმე, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით რაც ასე მე ხე შემიხედავს და დამიდარებია თქვათ ბაზრის სრულების დროს, ბანკში შედარებით უფრო იაფად ხვდები მაგალითად ქონების დაზღვევას. ხო, და მესამე ის, რომ გეხმარება, ანუ შენი სამართლებრივი წარმომადგენელი ხდება, ბანკის წარმომადგენელი, როდესაც თქვათ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობს. შენ მარტო არ რჩები ამ დროს, ამიტომ ამ ურთიერთობას ძალიან დიდი ბევრი პლუსი აქვს და ძლიერი გულშემატკივარი ყავს ბანკის სახით. კი, ძლიერი გულშემატკივარი ყავს სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას ბანკის სახით. ძალიან კარგია ეს. ძირითადად რომელი სადაზღვევო პროდუქტები არის სესხზე მიბმული, რომელი სადაზღვევო პროდუქტები იყიდება საქართველოში დღეს. ისეთი ტიპის პროდუქტებს, ძირითადად, როგორიც არის სწორედ სიცოცხლის დაზღვევა, უძრავი ქონების დაზღვევა, მათ შორის ავტომობილების და სპეცტექნიკის დაზღვევა, აგროდაზღვევა, საკმაოდ საინტერესოა სხვათა შორის, იმიტომ რომ ისეთი ბანკები, რომლებიც თქვათ რეგიონში ფერმერებთან მუშაობენ და ფერმერების ფინანსური პარტნიორები არიან, ძირითად შემთხვევებში ფერმერებისთვის სწორედ ის, ესე ვთქვათ, მოსავალი არის შემდგომ შემოსავლის წყარო, რომლისთვისაც იღებენ სესხს, რაღაცა პერიოდულობით იღებენ, თქვათ, საშეღავათო პერიოდებს, სანამ ეს მოსავალი მოვა და როდესაც გაიყიდება, მერე ზუსტად აი ამ მიღებული შემოსავლით უნდა ჩაფარონ სესხი. შესაბამისად, აგროდაზღვევაც საკმაოდ აქტუალური არის და აი ერთ-ერთი შემთხვევა არის, როგორც ბანკისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, რომ საინტერესოა. და ბოლო პერიოდში შეინიშნება, ნელ-ნელა პოპულარული ხდება ეს საკრედიტო შენატანების დაზღვევა, იგივე უმუშევრობის დაზღვევა. ალბათ იმან განაპირობა, რომ იქ რაღაც პანდემიის პერიოდი, სოფლიო არეულობის პერიოდი, შეიძლება არსებობს რიგი სექტორები, რომლებშიც რაღაც არასტაბილურად შეიძლება გრძნობს როგორც კლიენტი თავს დასაქმებული, ასევე მათ შორის ბანკიც და ეს პროდუქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად დარჩება, ესე ვთქვათ, მსესხებელი უმუშევარი, 6 თვის განმავლობაში ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო შენატანს, რაც ძალიან კომფორტულია, მე ესე ვფიქრობ. აი ეს პროდუქტები შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულო პრინციპით, რომელსაც ხშირად შევხვდებით. ამის გარდა, მათ შორის ბანკმა შეიძლება შეითავსოს რისელერის ფუნქცია, როდესაც არასავალდებულო პრინციპით დაზღვევასთან, ესე ვთქვათ, კოოპერირებულად შექმნა სპეციალური ექსკლუზიური პროდუქტები, რომელსაც კლიენტს არათუ ავალდებულებს, არამედ თავისი არხებით, ეს შეიძლება იყოს ხო ფილიალი, მათ შორის შეიძლება იყოს ციფრული არხები, მობაილ ბანკი და ასე შემდეგ. იქ იყოს ხელმისაწვდომი, როგორც არის მაგალითად ცალკე აღებული მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, რიგ ესე ვთქვათ ბანკებში შევხვდებით მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის გამარტივებულ პაკეტებს, ბინის დაზღვევა, ეგრეთ წოდებული რემონტის დაზღვევა, ანუ ინტერიერი მარტო შიგ თავსი, როდესაც იზღვევა, ანუ ასეთ ტიპის მემართულებებსაც ხვდებით ხოლმე. მოკლედ ვთქვათ, საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანია ბანკის და დაზღვევის თანამშრომლობა. გასაგებია. აი შენ ახსენე ერთი მომენტი, ბანკის ინტერესი თუ არის. თუ ვთქვათ, ბანკის ინტერესი არის, რომ ლობირება გაუწიოს ერთ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას და ჩვენ ვხედავთ, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი ხაზია, კი, გაყიდვების არხია. არის თუ არა რაიმე საკანონმდებლო რეგულირება, რომ ბანკმა მომხმარებელს შესთავაზოს არა ერთი კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის შეთავაზება, არამედ რამდენიმესი ან ყველა ბაზარზე რომ რამდენი სადაზღვევო კომპანიაც ოპერირებს, ყველას შეთავაზება გააკეთოს მომხმარებელთან ბანკთან. ეს როგორ რეგულირდება? თუ რეგულირდება საკანონმდებლო დონეზე? კი, 2021 წლიდან რეგულირდება, რის შედეგადაც ბანკს აქვს ვალდებულება, რომ შეთავაზების დროს, როდესაც მომხმარებელს ავალდებულებს, რომ შენ ამ კონკრეტული საკრედიტო პროდუქტის სარგებლობისას შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტით უნდა ისარგებლო, მინიმუმ 3 სადაზღვევო კომპანია უნდა იყოს შეთავაზებული, 3 სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზება იმ კონკრეტულ პროდუქტზე. ნახე, ესეც არ არის შესაბამისი, რომ მაგალითად ერთი სადაზღვევო კომპანია ყავდეს უძრავი ქონების დაზღვევაზე, ერთი მაგალითად ავტოდაზღვევაზე, ერთი სოცდაზღვევაზე, ანუ ესე არა. თითოეულ პროდუქტზე მომხმარებელს უნდა ქონდეს მინიმუმ 3 არჩევანი. 2021 წლამდე ეს რეგულაცია არ იყო. რიგ შემთხვევებში შეიძლება შევხვედრილი ყავით ისეთ кейსებს, როდესაც მაგალითად კონკრეტული ბანკი მისივე ჰოლდინგის, ქოლგის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიის თქვათ პროდუქტებს თავაზობდა. ეხლა აქ შეიძლება ყველა ვარიანტში ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ რაღაცა
არაკეთილსინისერ მიდგომებთან გქონდა ესე რომ ვთქვათ საქმე, თუმცა მაინც ბუნებრივია, როდესაც ანუ ამ პრინციპით მოდის რეგულატორი და გეუბნება, რომ სამი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პირობა შესთავაზა ერთ კონკრეტულ საკრედიტო პროდუქტზე, ცხადია აქ დაცული არის პირველ რიგში მსესხებლის ინტერესი, იმიტომ რომ სამი სადაზღვევო კომპანია ამ დროს უკვე კონკურენციაში შემოდის ბანკის შიდა მარკეტზე, ესე ვთქვათ და მუდმივად ზრუნავენ, რომ გააუმჯობესონ საკუთარი პირობები, ეს შეიძლება იყოს ტარიფის ნაწილში, ეს შეიძლება იყოს სადაზღვევო რისკების ნაწილში, მინიმალური გამონაკლისებით მაგალითად და ცხადია აქ ბანკიც დაინტერესებულია თუ მას რაღაცა კონკრეტული ინტერესი არ ქონდა მანამდე რომელიღაც სადაზღვევო კომპანიასთან მიმართებაში, ბანკისთვისაც ძალიან მომხიბვლელია რეალურად ეს პრინციპი, როდესაც შენ შემოყავს რამდენიმე სადაზღვევო კომპანია. ხა მაგალითად თუ ჩვენ ვიტყვით დიდ სისტემურ ბანკებზე, რომელსაც აქვთ უამრავი ფილიალი და არ დავასახელებთ უბრალოდ ბანკებს, მათ იმდენად დიდი რესურსი აქვთ, შეიძლება 4-5 სადაზღვევო კომპანია სამუშაოს შიდა მარკეტზე და აკეთებენ კიდეც ესე სხვათა შორის ახლა თქო რომ გადახვიდეთ. ხვდები ალბათ რომ ბანკებსაც გულისხმობ, 3-ზე მეტ სადაზღვევო კომპანიასაც შეხვდებით რა. ეხლა მაგალითად ჩვენი ზომის ბანკები ამ შემთხვევაში შეიძლება 3 სადაზღვევო კომპანიისთვის მთლად ესეთი საინტერესო ის არ იყოს, რომ 3-ი თანაბრად ითამაშოს, თუმცა ფაქტი ის რომ უკვე 3 სადაზღვევო კომპანია შემოგვყავს, იქ რომელიმეს როდესაც აქვს სურვილი რომ იყოს ლიდერი, ასე ვთქვათ, მარკეტში არის წაღებაზე, ეს ქმნის უკვე იმ ასე ვთქვათ ჯანსაღ მოცემულობას, როდესაც ბანკი ეუბნება, რომ ეს არის ჩემი შიდა მარკეტი, მე დაინტერესებული ვარ იმის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო პირობები მივიღო და შესაბამისად მიიღოს ჩემმა კლიენტმა და შესაბამისად ეს სამი სადაზღვევო კომპანია მუდმივად ზრუნავს, რომ მარკეტში არის გაზრდის მიზნით გააუმჯობესოს საკუთარი პირობები კონკურენციის თვალსაზრისით. ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ რეგულაციებს შორის, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიტუაციას განსაკუთრებით ბანკისა და ბანკის მსესხებლის მხარეს. კი, აჯანსაღებს კონკურენციას და შენ შეადარე და მინდა გკითხო კონკრეტულად შენ ბანკზე. შენ ბანკს რა პოლიტიკა აქვს ამასთან მიმართებით? ხო, აქ ასომალი არაფერი არ არის, ზუსტად აი როდესაც ჩვენ მქონდა საუბარი იმაზე თუ როგორ ვაპირებდით თქვა ამ მიმართულების განვითარებას, რომელიც სხვათა შორის დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყეთ. აი კლასიკური მაგალითი შეიძლება იყოს ჩვენი ამ ჯანსაღი მიდგომის, ამ ჩვენ არ ვართ არანაირი ჰოლდინგის წევრი, არ გვყავს აფილირებული სადაზღვევო კომპანია, შესაბამისად ყველა პარტნიორთან ვართ ღია, გვყავს უკვე 3 სადაზღვევო კომპანია, რომელთანაც დავპარტნიორდით, ყველა პარტნიორთან ვართ ღია, ვქმნით ამ ზუსტად ასეთ ტიპის ჯანსაღ გარემოს, როდესაც ჩვენ არც ერთ მათგანთან არ ვახდენთ ესე ვთქვათ მიკერძოებას და შესაბამისად ჩვენი მსესხებლების, ჩვენი მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური დაცვით პარტნიორობთ სადაზღვევო კომპანიებთან. ხელშეკრულებების გაფორმების დროსაც, ანუ პრაქტიკულად როდესაც ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულებაში იწერება ზუსტად ამ პროდუქტის ჭრილში რა ტიპის რისკები იქნება დაზღვეული, რა იქნება გამონაკლისი, რა თქმა უნდა ხელშეკრულებების საოპერაციო ნაწილსაც მოიაზრებს და საოპერაციო ნაწილშიც დასაწყისში ვზრუნავთ იმას, რომ კლიენტისთვის გარდა პროდუქტი რო იყოს სასარგებლო ესე რომ ვთქვათ, ანუ პროცესიც კომფორტული იყოს რა, იმიტომ რომ დღეს რეგულაციების თანამედროვე ციფრული არხები, გაჯეტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სადაზღვევო პოლისის გაცემა იყოს მაქსიმალურად სწრაფი და მაქსიმალურად მოქნილი. შესაბამისად ამ ყველაფრის ერთობლიობით უკვე მაქსიმალურად ვცდოთ, რომ კლიენტისთვის პოლისები იყოს როგორც სარგებლიანი ფინანსურად, ასევე რეალურად აზღვევდეს რისკებს და ბანკიდან გაუსვლელად მომენტალურად მიიღოს წვდომა. Ну, აქ უკვე მე შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, ახლა როგორც არის ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც სჭირდება მე მუდმივად ზრუნვა. ანუ ადამიანი, როდესაც სესხს იღებს, მაქსიმალურად ორიენტირებულია იმაზე, რომ ამ სესხის პირობებს დაუკვირდეს, რამდენად მოსარგებია მისთვის, პროცენტი ასე შემდეგ და ეს დაზღვევა არის მისი თანმდევი ხელშეკრულება და შესაძლოა კარგად არ მიაქციოს ყურადღება ამ დაზღვევის პირობებს და თუ ეს სისტემა კარგად არის აწყობილი, რომ სესხის ოფიცერმა მე სწორად მომაწოდა დაზღვევა, რას მთავაზობს, ალბათ ეს ძალიან კრიტიკულია, რომ მომხმარებელმა თავი არ იგრძნოს, რომ რაღაც მიაბეს ჩემს სესხს, უბრალოდ მიაბეს სესხს. მაგას არეგულირებს სხვათა შორის რეგულაცია, ნახე, შენ როდესაც გაქვს ვალდებულება, რომ მინიმუმ 3 სადაზღვევო კომპანია შესთავაზო, ეს რეგულაცია მათ შორის გავალდებულებს, რომ შენ აწარმოო საინფორმაციო ფურცლები. საინფორმაციო ფურცელი არის პრაქტიკულად მოკლე შინაარსი იმ პირობებისა, რომელსაც თავაზობს სადაზღვევო კომპანია შენი გავლით შენს კლიენტს.
ვალდებულება გაქვს, რომ ეს საინფორმაციო ფურცლები გქონდეს სრულყოფილი სამივე სადაზღვევო კომპანიის ჭრილში და გატანილი გქონდეს როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მათ შორის კლიენტთან კომუნიკაციის დროს შენი თანამშრომელი, ბანკის თანამშრომელი ვალდებულია, რომ კლიენტს ეს ყველაფერი გააცნოს, ზეპირ სიტყვიერადაც კი. და ცხადია, ხა რამდენადაც დეტალებში და სიღრმეში შევა კლიენტი, ხო მოითხოვს იქ კომპეტენციიდან გამომდინარე სესხის ექსპერტი, ოფიცერი, ბანკი, როგორც გნებავთ ისე უწოდოთ, რამდენადაც კომპეტენტური იქნება და გაწდება ამ ინფორმაციის მიწოდებას, იქამდე რაც ცხადია, ისიც დაინტერესებულია, რომ სრულყოფილად და აუნწურავად გააცნოს მომხმარებელს ყველაფერი და ამის გარდა ნებისმიერმა მომხმარებელმა თქვენ მაყურებლებს შეუძლიათ უკვე ეს რომ იცოდნენ, ნებისმიერი ბანკის ვებ-გვერდზე, რომელიც გავალდებულებთ დაზღვევას, არის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ფურცლები, სადაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაადაროთ ერთმანეთს ამ სამი სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პირობები. ეს ამ კუთხით რეგულაციით იფარება. აი მეორე ნაწილი, რაც თქვით, აი ხა ეს ზეპირ სიტყვიერად გაცნობის დროს, განსაკუთრებით დასაწყისის პერიოდშიც და არა მარტო დასაწყისის, ეხა ხშირია ზოგიერთ ბანკში და პრაქტიკულად ყველგან ფრონტის ხაზში თანამშრომლების ბრუნვა, შენ შეიძლება გადაამზადო თანამშრომლები, მე ახალი თანამშრომელი მოვიდეს, იმან როგორც საკრედიტო პროდუქტები და შენი საბანკო პოლიტიკა, ასევე სადაზღვევო პროდუქტებიც კარგად უნდა იცოდეს, რომ მე კლიენტთან შესაბამისად მოახდინოს კომუნიცირება. აი ამიტომ არის ეს მიმართულება საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ, მუდმივად უნდა ზრუნავდეს თანამშრომელთა კვალიფიცირებაზე, რომ ანუ საკრედიტო ექსპერტი თითქმის თანაბრად კვალიფიციური იყოს, როგორც საკრედიტო პროდუქტებში, ასევე სადაზღვევო პროდუქტებში, იმიტომ რომ ხშირი, აი თუ შენ იქნები კვალიფიციური და სწორად შეგეძლება მომხმარებელთან კომუნიკაცია, აღარ გექნება ესეთი ტიპის გამოწვევები, როდესაც მომხმარებელი გეუბნება, რომ მე არ მინდა ეს დაზღვევა, რისთვის ვიძენ მაგალითად ამ დაზღვევას და ამ დაზღვევის payment-ს აღიქვამს როგორც დამატებით ხარჯად. მას თუ სწორად უხსნი, რას აზღვევს, რატო აზღვევს, რისთვის არის საჭიროება, შეიძლება თვითონ მომხმარებელს ეს გამოცდილება არ ქონდეს, მაგრამ თქვათ შენი გამოცდილებით გაუზიარო რეალური кейსები, რაც მანამდე გინახავს პრაქტიკაში, როდესაც თქვათ არ იყო დაზღვეული კლიენტი და რა მდგომარეობაში ჩავარდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი სწორ კომუნიკაციას და ამ სწორი კომუნიკაციის შედეგად შეიძლება თქვათ მე მომხმარებელმა რაციონალურად და შეგნებულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოდი ვისარგებლებ მე სადაზღვევო პროდუქტითაც ამ დროს. კი, ჩვენ ნელ-ნელა ახლა რამდენიმე გამოწვევა დავასახელეთ უკვე რა გამოწვევის წინაშე დგას ეს ურთიერთობა მომხმარებლის თვალითაც ისეც კიდე რა არის ის მხარეები რაც შეიძლება მომხმარებელს აწუხებდეს მე ხშირად მომისმენია ჩემი წრისგან რომ ეს ზოგისთვის არ არის კომფორტული რომ ბანკის ავალდებულებს დაზღვევას სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს აი რა გამოწვევებია ის რაც შეიძლება მომხმარებელს აწუხებდეს და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ. როგორც ვიცით ყველამ, საზოგადოებრივ, როდესაც აკომუნიცირებს შენ საკრედიტო პირობებს მომხმარებელთან, ვალდებულება გაქვს უთხრა როგორც ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხო, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის კონკრეტული ფასი იმ კონკრეტულ სესხზე და შემდგომ მე ყველა დამატებითი ხარჯით იქნება ეს გაცემის საკომისიო, იქნება ეს თქვათ კატანის საკომისიო, ნებისმიერი ხარჯები რაც ახავს და მათ შორის დაზღვევაც მე ერთიანად კალკულირდება და უკვე გამოდის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც თუ სადეპოზიტო პროდუქტზე არ ვსაუბრობ, საკრედიტო პროდუქტში ყოველთვის აღემატება ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს. ეხლა მომხმარებლები ძალიან იშვიათად, აი ალბათ შეიძლება 90%-იც კი არ აქცევს ამას ყურადღებას, როგორ იყოფა საკრედიტო პროდუქტების ტარიფები, ხო, თქვათ, რამდენი არის ნომინალური, გაცემის საკომისიო, იქ დაზღვევის payment და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში უყურებენ ერთიანად, რომ მე რო ვიღებ სესხს, აი ჯამურად რამდენი უნდა გადავიხადო. რა ხარჯი მაქვს ზუსტად ჯამურად. და ხშირად უკვე ამ დაზღვევის payment-საც, რომელიც შეიძლება კი და აუცილებლად უნდა იყოს განცალკევებულად დაკომუნიცირებული მინიმუმ საკრედიტო ექსპერტისაგან მომხმარებელთან, ამასაც აერთიანებენ ხოლმე და შეიძლება მე მომხმარებელმა დაადაროს, რომ მაგალითად თქვათ ბანკში თუ მე ვიღებ სესხს რაღაცა X თანხას, იქ მიწევს ყოველთვიური payment-ი რაღაცა Y თანხა და აი თქვენთან თუ ვიღებ სესხს, მიწევს რაღაც Y თანხას +20. და ამ დროს ეს +20 არის სწორედ ის დაზღვევა, რომელიც რეალურად შეიძლება ამ ბანკს ჰქონდეს ძალიან დიდი შრომა ჩადებული, ძალიან დიდი ასე ვთქვათ, პროცედურები გავლილი, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ადეკვატური ტარიფით, მოქნილი პირობებით და ასე შემდეგ ეს სადაზღვევო პროდუქტი მიიტანოს მომხმარებლამდე, რომელიც ორივესთვის საჭიროა, მაგრამ მომხმარებელი ამას თუ არ იღებს როგორც დამატებით პროდუქტს და დამატებით სერვისს და ერთ payment-ში აერთიანებს უბრალოდ, ასეთ დროს შეიძლება მან დააპრიორიტეტოს ის ბანკი, რომელიც ნაკლები პასუხისმგებლობით აკრედიტებს მომხმარებლებს. ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ნაწილიც არის, როდესაც შენ მომხმარებელს
სადაზღვეო პროდუქტებით დაფინანსებას სთავაზობ. იმიტომ რომ გააზრებული გაქვს რა შენი პერსონალური რისკებიც, ასევე მისი რისკებიც გაქვს გააზრებული. ერთმა კონკრეტულმა кейსმა ახლა სიტუაცია შეიძლება ბანკი არ ჩამოაქციოს და არც ჩამოაქციოს თუ ესე ვთქვათ ძლიერი ფინანსური ეს არის რა ქვია სუბიექტი რა, მაგრამ აი ერთ კონკრეტულ кейსს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩამოუქცევია, გაუდეფოლტებია და მისი ბიზნესი და მთელი აი ეს გრძელვადიანი პერსპექტივაში გათვლილი სტრატეგია გაუნადგურებია მთლიანად რა. ამიტომ ეს გამოწვევები რო იყოს გადალახული, როგორც წეღამ თქვით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ის თანამშრომელი, რომელიც ეკონტაქტება მომხმარებელს დაკრედიტების დროს, საკრედიტო ექსპერტი მაგალითად, იყოს კვალიფიციური და სწორად ახდენდეს მომხმარებლის ინფორმირებას, რომ რაში იხდი შენ ამ თანხას. რომ ამ ყველაფერს მოყვება თავისი სერვისი და ეს არ არის უბრალოდ გაძვირებული ფული, რომელსაც მერე იღებს მომხმარებელი ცოტა გაღიზიანებით, რომ რატო უნდა ვამატებდე ამდენს. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს აწუხებს თავისი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი, როდესაც საბანკო მიზნებისთვის და გავეცი თანხმობა, რომ ჩემი პერსონალური ინფორმაცია იცოდეს ბანკმა, მაგრამ ბანკი კიდევ სადაზღვეოს უმჟღავნებს ამ ინფორმაციას. ამას როგორ არეგულირებთ ამ საკითხს? კარგი კითხვა ძალიან. იცით რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 1 წელია უკვე რაც ჩვენთან შემოვიდა პერსონალურ ინფორმაციათა დაცვის კანონი, რომელიც დამატებით არეგულირებს იმ საკითხს, რომ მაქსიმალურად იყოს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციები დაცული. ეს კონკრეტულიც ბანკისა და სადაზღვეო კომპანიის ურთიერთობას ამ კანონით რეგულირდება. შესაბამისად, რადგან ამ ურთიერთობას ბანკსა და სადაზღვეოს შორის აქვს ესე ვთქვათ, ავთენტური მიზეზი, ეს რეგულაცია არ ზღუდავს, იმიტომ რომ აქ არ იკვეთება არანაირი ესეთი ტიპის დამატებითი რისკები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორ ასე ვთქვათ, იურიდიულ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია, აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები, ძირითადად სააქციო საზოგადოებები არის ორივეს ჰყავს თავისი ზედამხედველობის სამსახურები და რეგულატორები, შესაბამისად, ამ ნაწილში მომხმარებელს შეუძლია სრულიად დარწმუნებული იყოს, რომ მისი პერსონალური ინფორმაციების მიმოცვლის შედეგად არანაირი რისკები არ ესდება. თუ სესხს იღებს და ბანკს უცხადებს ნდობას, რომ დაამუშავოს მისი საკრედიტო ინფორმაცია, გასცეს საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რაც სჭირდება მოკლედ ყველანაირ პროცედურას იმისთვის, რომ სესხი იქნას დამუშავებული, თითქმის ნახევარი ინფორმაცია არის ამიწოდებული ინფორმაცია საჭირო იმისთვის, რომ მერე შეიქმნას სადაზღვეო პოლისი. შესაბამისად, ანუ ამ კუთხითაც შეუძლია სრულად იყოს დარწმუნებული. თან მით უმეტეს ყველაზე მთავარი რა არის, სწორედ ბანკთან ურთიერთობის დროს კიდევ როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ანუ სამი სადაზღვეო კომპანია არის წარმოდგენილი და ამ სამ სადაზღვეო კომპანიაში შენ შეგიძლია არჩიო არა მარტო იმით ის რამდენად ვთქვათ რაღაცა კარგი გამოცდილება გაქვს მასთან ურთიერთობა, რეპუტაციული თვალსაზრისითაც. ხო, ეხლა როდესაც არჩევს ბანკი სამ სადაზღვეო კომპანიას, აქ შეიძლება გუშინ დარეგისტრირებული რომელიმე სადაზღვეო კომპანიას მოახვედროს მაგალითად ბანკმა. სტრატეგიულად უნდა არჩიოს ის, რომ იქ იყოს ეს სადაზღვეო კომპანიების წარმოდგენილი, რომელიც დიდი ხნის ისტორია აქვს ბაზარზე, ნდობითაც სარგებლობენ რა თქმა უნდა და ეხლა ჩემი გამოცდილებით რო გითხრა, ეგეთი შემთხვევა ძალიან იშვიათად მახსენდება, როდესაც აი მომხმარებელმა გააპროტესტა ინფორმაციების მიმოცვლა რა. თუმცა შეიძლება გარდა ამისა, ალბათ შეთანხმება ფორმდება, რაზეც ხელს აწერს მომხმარებელი, რომ მისი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ დაზღვევის მიზნებისთვის იქნება იმ კონკრეტულ სადაზღვეო კომპანიისთვის გაზიარებული, რომელთანაც დაზღვევას ესეც რეგულაციით რეგულირდება, როდესაც შენ გასცემ საკრედიტო ხელშეკრულებას, ამ საკრედიტო ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს ინტეგრირებული ან საერთოდ დამოუკიდებელ დანართად გადასცე მომხმარებელს, სადაც არის ზუსტად მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, თანხმობა, რომ გავეცანი ამ პირობებს, თანახმობა არ გაგწერებული იქნება ჩემი ინფორმაცია, რომელიც სადაზღვეო კომპანიათაც სარგებლობ ჩემი არჩეული არის რაციონალურად, როდესაც გავეცანი ყველა შემოთავაზებას და ვადასტურებ ამ ყველაფერს. ამის ვალდებულებას აქვს, რა თქმა უნდა, ბანკს და შესაბამისადაც ხორციელდება პროცედურები. კი. ერთი საკითხია, ანუ თვითონ ცალკე სესხი არის დამოუკიდებელი პროდუქტი, რომელზეც მთელი გუნდი მუშაობს, რომ მოამზადოს ეს პროდუქტი სრულყოფილი და წარუდგინოს კლიენტს, რომ მან ისარგებლოს და პოზიტიური გამოცდილება ქონდეს ამ სესხით სარგებლობის. დაზღვევა ცალკე პროდუქტია, რომლის შექმნაზეც ცალკე გუნდი მუშაობს და ჩვენ სადაზღვევოში გვყავს ანდერრაიტერები, წინა ეპიზოდშიც მოწვეული იყვნენ სტუმრად, რომლებიც ფიქრობდნენ რისკი აიღონ თუ არ აიღონ, რა ტარიფში აიღონ და ასე შემდეგ აფასებენ რისკს, ყოველ კონკრეტულ რისკს. როგორ რეგულირდება? ბანკი იღებს მრავალ რისკს.
ამ შემთხვევაში ამ რისკებს იღებს სესხის ოფიცერი და არა ანდერაიტერი. აი ეს ურთიერთობა ამ შემთხვევაში როგორ რეგულირდება? ბანკი იღებს ამ რისკს საზღვრავს თვითონ რომელი რისკი აიღოს და რომელი არ აიღოს? თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ანდერაითერს ეკითხებით სადაზღვევო კომპანიაში, რომ ეს ხო პროცედურულად ძალიან რთული საკითხი იქნება, კი, ყოველ ძალიან ბევრი მონაცემია და ძალიან ბევრი кейსი გაქვს მაგ დროს. კი, და როგორ რეგულირდება, როგორ ურთიერთობთ ეს ურთიერთობა პროცედურულად როგორ მიმდინარეობს, რომ აი ასე სწრაფად, როგორც შენ თქვი, მორგებულად მომხმარებელზე user friendly მიაწოდო ეს სერვისი, მიაწოდოს ბანკმა ეს სერვისი მომხმარებელს. აი ურთიერთობის დასაწყისში იკვეთება ორი გამოწვევა. ერთი რომელიც აქვს ბანკს, მეორე რომელიც აქვს სადაზღვევო კომპანიას. ანუ ბანკი გეუბნება, როდესაც ხარ შენ სადაზღვევო კომპანია, რომ მე მინდა რაც შეიძლება გამარტივებული მოქნილი პროცესები სესხის გაცემის დროს, აი განსაკუთრებით რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, თუ სადაზღვევო კომპანია ეტყვის, რომ შენ მე ყველა кейსი უნდა შემითანხმო ინდივიდუალურად, როგორც ეს ხდება ჩემი პირდაპირი გაყიდვების არხებით, აი მაგათო წარმოვიდგინოთ, ახლა 10,000 ლარიანი სესხი, როდესაც გადის სამომხმარებლო, ეს უკვე ისეთი მოცულობის თანხარი, როცა მომხმარებელს ეს თანხა სჭირდება სწრაფად და კომფორტულად. და ეკუთვნის მაგალითად სჭირდება სიცოცხლის დაზღვევა. აი ამ დროს შენ რო ინდივიდუალურად დაიწყო кейსების შეთანხმება, ეს პროცესებს იმდენად გაგიწელავს. შეიძლება რაღაც დამატებითი საათები შეერიგ შემთხვევაში დღეც მოითხოვოს რა გააჩნია როგორ იქნება პროცესი. და სესხზე დაკარგავ მომხმარებელს წავა სხვა ბანკში. გაგიპროტესტებს და თქვა რაღაცა სხვა ბანკის სიტყვაზე მობაილ ბანკში ძალიან მარტივად მიიღებს ეს. მაგრამ არის კიდე მეორე გამოწვევა, სადაზღვევო კომპანია, როგორც აღნიშნეთ დასაწყისში, მთლიანად რისკებია მისი პროდუქტები, ესე უბრალოდ ბრმად უთხრას ბანკს, რომ შენ დააზღვი აბსოლუტურად ყველაფერი რაც გინდა და მე ყოველთვის დასაწყისში მე რეპორტის სახით გამიზიარე, რაები მაქვს დაზღვეული, ესე სრულიად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ იქ შეიძლება სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში შევხვდეთ ისეთი ტიპის ლიმიტის დაზღვევას, რომელზეც სადაზღვევო კომპანია საერთოდ არ აიღებდა პასუხისმგებლობას კლიენტის ასაკიდან გამომდინარე პირობითად, ან შეიძლება ისეთი ტიპის ავტომობილი, სესხის თანხიდან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე, ან თქვათ შეიძლება იყოს ისეთი ტიპის ავტომობილი დაზღვეული, რომელიც არანაირ შემთხვევაში არ უნდა სადაზღვევო კომპანიას დააზღვოს და რამდენი სადაზღვევოს არის დღეს ბაზარზე 17-18 ყველას გამონაკლისში შეიძლება ეჯდეს. ამიტომ აქ გამოინახა ესე ვთქვათ შუალედი. ისევ სადაზღვევო კომპანიისაგან წარმოდგენილი, როდესაც ბანკს ეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ კონკრეტული პირობები, რომლის ჩარჩოებში ჩვენ შეგიძლია დამოუკიდებლად იმოქმედო და ავტომატურ რეჟიმში არეგისტრირო პოლისები კონკრეტული გაიდლაინის მიხედვით. აი მაგალითად, თუ შევეხებით სიტყვაზე სიცოცხლის დაზღვევას, სადაზღვევო კომპანიისაგან მოწოდებულია გაიდლაინი და გეუბნება, რომ მაგალითად 50 წლამდე ადამიანებზე გაცემულ რაღაც 9,500,000 ლარ სესხზე ავტომატურად ჩართე დაზღვევა, თქვათ მე 50-დან 60 წლამდე ასაკის სესხებლებზე რაღაცა 100,000 ლარის ლიმიტი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ სიტყვაზე გექნება ისეთი ტიპის кейსი, როდესაც პირობითად რაღაც 50 წლის ადამიანი აპირებს რომ აიღოს 3 მილიონი ლარის სესხი, ნუ ხა 3 მილიონი ლარის სესხი იმდენად უკვე დიდი მოცულობა არის, ვახ შეიძლება ბევრად ახალგაზრდა ამ სესხებაზე ავტომატურად არ წაყვეს და მე რეგეუნება რომ ასეთი кейსები ინდივიდუალურად შემითანხმე. მე ამას ბანკი თავისი არსებული პორტფელიდან გამომდინარე იღებს მონაცემს, უყურებს სტატისტიკას, რა რაოდენობის მსესხებელი ყავს. ამ მსესხებლების ასაკი რა შეიძლება იყოს საშუალო, ამ ასაკებიდან გამომდინარე ძირითადად რა მოცულობის თანხებს იღებენ და აქედან ადგენს მე რომ მე ამ ჩარჩოების ავტომატიზაციით შემიძლია ხშირად ვიყო მოქნილი და ეს გამონაკლისები მე ძალიან გამიწელავს პროცესებს, უბრალოდ ხშირად გამიწელავს პროცესებს თუ იშვიათად მექნება ინდივიდუალური кейსები და საბოლოო ჯამში ამ პირობებით თანხმდებიან. შედეგად ვიღებთ ავტომატიზირებულ სწრაფ მოქნილ პროცესებს და აი ეს ტიპ გამონაკლისები, რომელიც შეიძლება მე ცალკე დაჭირდეს სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმება, ასეთი ხა შეიძლება გქონდეს თქვათ რაღაც კვირაში ერთი, ან თვეში ერთი, ან შეიძლება საერთოდ წელიწადში ერთი, რომლის ადმინისტრირება უფრო გიმარტივდება მე პერსონალურად შენს, ანუ ბანკის მხარეს და მათ შორის სადაზღვევო კომპანიას. ხა დღის ინტერვალში 20 кейსი რო გაქვს გამონაკლისად განსახილველი, ანუ ამას ვეღარ აუდიხარ უკვე ვეღარ შენ და ვეღარ სადაზღვევო კომპანია ვერ აუდის, ანუ ბევრი დიდი ადამიანის რაოდენობის ადამიანური რესურსია ჩასადები და როდესაც ესეთი кейსები არის ინდივიდუალური ძალიან ცოტა, ამის ადმინისტრირება უკვე ძალიან მარტივია. შესაბამისად მოქმედებენ ჩარჩოებით და წინასწარ განსაზღვრული გაიდლაინით. ჩარჩოს გთავაზობს და თქვენთვის ალბათ ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩარჩო რაც შეიძლება ფართო იყოს, რომ თქვენ უფრო მეტი შეთავაზების საშუალება გქონდეთ მომხმარებლისთვის. აი მაგალითად მე ხვალ მივდივარ და სურს იპოთეკური სესხის აღება.
რა უნდა გავითვალისწინო, რომ ამ თამდევ ხელშეკრულებებს იგივე სიცოცხლის დაზღვევას, იპოთეკის დაზღვევას ყურადღებით, რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ ჩემს საჭიროებებზე მორგებული იყოს ეს თამდევი ხელშეკრულებები. შენ მოგვეცი რაიმე რჩევა, როგორც მე, რომელიც ხვალ ვაპირებ იპოთეკური სესხის აღებას. აი მაგალითად იპოთეკური სესხი რა ვიღოთ, რომელსაც ძირითადად ერგება ხოლმე ორი ტიპის დაზღვევა, ეს არის სიცოცხლის დაზღვევა და უძრავი ქონების დაზღვევა. პრინციპში უძრავი ქონების დაზღვევაზე და თუნდაც იგივე ავტომობილის დაზღვევაზე აქ შევხვდებით ძირითადად უფრო სტანდარტულ პოლისებს, სადაც ბევრ დეტალს შეიძლება იმედად არც მიაქციო ხოლმე ყურადღება, განსაკუთრებით თუ ისეთ ბანკში იღებს სესხს, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს სპეციალური პასუხისმგებლითი განყოფილება, რომელიც აკონტროლებს, რომ ეს პოლისები, მათი შემადგენელი რისკები, გამონაკლისები იყოს ადეკვატური. აქ შეიძლება მომხმარებელმა ძირითადად უფრო ფასზე გაამახვილოს ხოლმე ყურადღება. აი სიცოცხლის დაზღვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როდესაც იღებს სესხს, შერჩეული სადაზღვევო კომპანიების მიხედვით, რამდენად იზღვევა თლიანი საკრედიტო თანხა მისი ასაკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ შეიძლება გქონდეს ეს ტიპის кейსები, როდესაც თქვათ, რაღაც 60 წლის ადამიანი მაგალითად იღებს 9 მილიონ ლარს სესხს და შერჩეული სადაზღვევო კომპანია უნება, რომ მე 60 წლის ასაკში შენ მაქსიმუმ შემიძლია დაგაზღვიო პირობითად 50,000 ლარიან ლიმიტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებელი თუ გარდაიცვლება, მას 9 მილიონი ლარიდან ჩაეფარება 50,000 მხოლოდ, ამაზე ბანკის ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს ვარიაცია ძალიან ისეთია. ნათელი იყო მისთვის. ნათელი იყო მისთვის და ეს არის საბაზრო სტანდარტი, მოკლედ ანუ ასეთ იმას არც სადაზღვევო კომპანია არ დაგისვავს, რომ რაღაცა თქვა 18-დან 70 წლამდე ყველას რაღაც მილიონ ლარის ლიმიტი დავაზღვევ და შესაბამისად შეიძლება მას ჰქონდეს ის განცდა, რომ სიცოცხლე დაიზღვია, ყველაზე იაფი გადაიხადა იმ სამი სადაზღვევოდან და ამ დროს ამ სადაზღვევო კომპანიის რეინჯები იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული. მაგალითად შეიძლება ერთ სადაზღვევო კომპანიას ეთქვა რაღაც 50-60%-ით ძვირი პრემია, თუმცა იმის არჩევის შემთხვევაში არა თუ 50,000 ლარი ყოფილიყო დაზღვეული, არამედ რაღაც 200,000 თუნდაც პირობითად რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვიღებთ სიცოცხლის დაზღვევას. სხვა შემთხვევებში ნებისმიერ პროდუქტზე მაინც სასურველია, რომ მომხმარებელი ეცნობოდეს ზოგადად ხელშეკრულებას. ისევ ამასთან მივედით. ძალიან არა მარტო ბანკის მხრიდან როცა ყიდულობ, არამედ პირადადაც როცა ყიდულობ, მნიშვნელოვანია გაეცნო როგორც საკრედიტო ხელშეკრულებას, ასევე სადაზღვევო ხელშეკრულებას. ამის დრო ყოველთვის აქვს მომხმარებელს, პირიქით მომხმარებელია ხოლმე უფრო მოწოდებული, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სიტყვაზე მოთხოვნილი თანხა და შეიძლება რაღაცებს არ მიაქციოს ხოლმე ყურადღება, თორემ ანუ არც ერთი ბანკი და არც ერთი ბანკირი ასე დროს თუ მომხმარებელს მე ხა დავждები და გადავიკითხავ ხელშეკრულებებს, არც ერთი ბანკირი ამაში ხელს არ შეუშლის. შეიძლება ხა რაღაცა დაბალი თანხის ლიმიტებზე როგორც არის თქვა 5,000-10,000 ლარიანი სამომხმარებლო სესხები, ასე დროს ხა არ დავხარჯოთ დრო როგორც მომხმარებლებმა, მაგრამ როცა ჩვენ ვიღებთ გრძელვადიან სესხს, რაღაც 10 წლიანს 15 წლიანს როგორც ძირითადად იპოთეკურებია ხოლმე თქვა სასალო კატეგორიაში და ნუ ხა ბიზნეს სეგმენტში ხშირად შევხვდებით ხოლმე ამ ხელავადაზე აღებულ სესხებს. მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ ხოლმე ხელშეკრულებებს. მნიშვნელოვანია რომ საკრედიტო ექსპერტიც მაქსიმალურად ცდილობდეს რომ კლიენტის ინფორმირება მოახერხოს მის ხელთ არსებული ინფორმაციით და ისიც მუდმივად ზრუნავდეს განვითარებას და ბანკიც ზრუნავდეს თანამშრომელთა კვალიფიცირებაზე და აი ეს ორივე მხარე თუ მაქსიმალურად იქნება შინაარსში შესული, რას იძენს და რაში იხდის ფულს. იმედი გაცხრუებებიც ნაკლები იქნება ხოლმე, რაც ახლავს ზოგადად სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას, სადაზღვევო კომპანიის მიმუშავე, ბანკის მიმუშავე და ანუ ხშირად მქონია ხოლმე ესეთ შემთხვევაში, კლიენტი დარჩა იმედი გაცხრუებული მხოლოდ იმიტომ, რომ მას უბრალოდ ქონდა გადაჭარბებული წარმოდგენა. აი იმედი ყოფილა მაგათ მომენტი რომ თქვა დააზღვია ავტომობილი, სადაზღვევო კომპანია ეუბნება რომ შენ მაგალითად ეხა ამ ავტომობილს თუ აიღებ და რაღაცა გადაწყვეტ რომ დინარე უნდა გადაკვეთო ამ ავტომობილით რა, მე ასეთ რისკზე წინასწარ გეუბნები რომ არ გიზღო, ანუ არ გარისხო ესეთი რაღაცა, არ დამაყენო თქვა ფინანსური რისკის და ამათებით უხეში გაუფრთხილებლობით მოკლედ არ გაანადგურო ავტომობილი. წარმოდგენა არ აქვს, აზღოს უბრალოდ პირობითად ავტომობილს, ფიქრობს რომ რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი ანაზღაურდება, მე ხდება იმედ გაცხრუებული. აი ასე დროს რომ ეცნობოდეს ხელშეკრულებას ნებისმიერ პროდუქტზე, თვითონაც უფრო ესე თქვა კომპეტენტური იქნებოდა და როდესაც მეტი ცოდნა გაქვს, უფრო აღჭურვილიც ხარ შენ თვითონაც რომ ნაკლებად მოყვე ისეთ ესე თქვა რისკებში, რომელიც შეიძლება რომ არ დაგეფაროს და ცხადია შენაძენსაც უფრო რაციონალურად აკეთებ. რამე ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ აი მომხმარებელი, რომელმაც
კარგად იცის ამ სადაზღვევო პროდუქტის სპეციფიკა და პროდუქტს კარგად იცნობს რა, ის აუცილებლად ეცდება, რომ ეს პროდუქტი შეიძინოს თუ რა თქმა უნდა მას რაღაც დიდი ფინანსური დაბრკოლება არ აქვს რა, იმიტომ რომ ერთხელ მაინც ვისაც გვისარგებლია სადაზღვევო პოლისით და ვისაც ზარალი დაგვდგომია, ყველამ ვიცით, ანუ რამდენად დიდი კომფორტი არის, როდესაც ამ თვითონ ის ფაქტი ჯერ ხო უსიამოვნა, ხა მაგათ ავტოსაგზაო შემთხვევა. ფაქტი ხო ჯერ უსიამოვნა, მაგრამ ამას კიდე რომ უზარმაზარი ფინანსური ზიანი ემატება და ამას კიდე მithmetes რომ საახლავსო შენ ეს ყველაფერი სესხით გაქვს თანხა გაქვს გადასახდელი, ეს კონკრეტული დაზღვეული სუბიექტი შენი შემოსავლის წყარო იყო და ესეც განადგურდა. ანუ ცხადია უკვე ეს ქმნის მერე პრაქტიკულად გამოუსწორებელ ან ხშირ შემთხვევაში ძნელად გამოსასწორებელ პრობლემებს ხოლმე და დაზღვევა ასე დროს არის სწორედ ის პრევენცია, რითიც ჩვენ შეგვიძლია რომ შვიდად არის გამოსავალი, ნამდვილად წინა ეპიზოდში ვამბობდით, აი გამოუვალ სიტუაციაში გამოსავალი არის დაზღვევა. ზუსტად ეგრე. აი ესეთ რთულ გარემოში. აი ეხლა მომაფიქრდა და მინდა რომ გითხო, შენ ურთიერთობ ბევრ სადაზღვევო კომპანიასთან, გაქვს პირადი ურთიერთობა, საუბრობ მათთან, რა არის ის რისი გაუმჯობესებაც გინდა, რომ მათგან სერვისი უფრო კარგად მიიღო. აი რა შეუწყობდა შენს ბიზნეს ხელს, რომ მათგან გაუმჯობესდეს მათი მხრიდან, მოდი ესეც ვთქვათ. იცი როგორი რაღაც არის ჩემი დაკვირვებით დღეს მაგალითად რაც სადაზღვევო კომპანიებს სათავისოდაც გამოადგებოდათ არის პროდუქტების გამარტივება. აი მაგათად რას გულისხმობ? ისევ ყველაზე პოპულარულ ცოდნის თვალსაზრისით, თორე პენეტრაცია ძალიან დაბალია ავტოდაზღვევის ნაწილში. როდესაც ბაზარზე იყო ძირითადად წარმოდგენილი სრული სადაზღვევო პაკეტები ავტოდაზღვევის, აი მაგათად რომელიც ანაზღაურებს როგორც ქურდობა, ძარცვა ყაჩაღობას, დაუდგენელ ვითარებებს, აი გამოვედი მანქანა გაკაცრული დამხვდა პირობითად, ცხადია ავტოსაგზაო შემთხვევას და ნუ სტიქიური მოვლენები და ასე შემდეგ, ანუ ეს ქმნის რისკების ერთობლიობას, რომელიც ერთის მხრივ დიდი ძალისხმევას ითხოვს, რომ მომხმარებელს ზუსტად აუხსნა შენ რის დაზღვევას თავაზობ და ცხადია, რაც უფრო მეტი რისკი გაქვს შენ დაზღვეული, ეს მე რისკების ბასკეტი იწვევს საბოლოო ჯამში პრემიის გაძვირებას, ხო? პირველად, ანუ ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვიყავი, რომელიც შეესრო და მათ შორის მონაწილე ვიყავი ისეთი ინოვაციის, როდესაც ბაზარზე აქტიურად გამოვიტანეთ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დაზღვევა, ანუ მარტივად ვთქვათ, მხოლოდ ავარიის დაზღვევა. იმ კონკრეტულ სეგმენტში, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს სრული სადაზღვევო პაკეტი გაგვეყიდა შესაბამისი ტარიფით, ნუ ამახო მნიშვნელოვნად გააიაფა, როდესაც ვთქვით, რომ მოდი აბა ესეთი პაკეტი შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელიც მარტო ავარიას დაასრულებს. და ეს ფროდების, ესე ვთქვათ, შემცველი რისკების, მათ შორის გამოვედი, გაკაწრული დამხვდა, ასეთი რაღაცების ამოღება მნიშვნელოვნად გააიაფა. გაყიდვების ზრდა პირველივე თვეებში იყო დაახლოებით ალბათ 500-700%-იანი, წარმოიდგინე. და რატო? ერთი რომ ანუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მომხმარებელს შეძენა კიდევ უფრო მეტად უმარტივდებოდა, ანუ უკვე ადეკვატური ტარიფი დააშდა მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე გასაგებად უფრო მარტივი იყო მისთვის, რომ უნებოდა რა ამით აზღვევ შენ ავარიას. რა დაზღვეული იცოდა. კი, ანუ გამოხვედი გაკაწრული დახვდა, ეს არაგინაზღაურდა. მე ის ფიქრობდა, რომ ანუ კაი გამოვედი გაკაწრული დამხვდა, ეხა ამით არც დავიქცევი რა, ანუ ჩანდაბას გაკაწრული დამხვდა, მაგრამ მე მეშინია იმ რისკის, რომელიც იწვევს, რომელიც განპირობებულია შეჯახებით, რასაც მოყვება ძალიან დიდი ზიანი და აი მარტო ამას თუ დამიზღობ და ვთქვათ, იქ თუ ძალიან ისე პირობით ციფრებს ვიძახი, ხა იქ თუ ვიხდი 150 ლარს პირობითად ამ შემთხვევაში თვეში 50 ლარს გადავიხდი, აი ეს 50 ლარი ჩემთვის უკვე არის ის რაღაცა თანხა, რომელზეც თანახმოვარო თქვა ჩემი ავტომობილი იყოს დაზღვეული. იგივე პრინციპი მოქმედებს ახლა მაგათი უძრავი ქონების დაზღვევების ნაწილში, რო ვთქვით ბინის დაზღვევა, ინტერიერის დაზღვევა, რომელიც გეუბნება რომ კონკრეტული ლიმიტი შეიძინა, მაგალითად რაღაც 30,000 ლარიანი ლიმიტი. შენ შეიძლება გქონდეს რაღაც 200,000 სახლიც, მაგრამ 30,000 ლარიანი ლიმიტია, აქედან გამომდინარეობს შესაბამისი ტარიფი და აზღვევს ინტერიერს. ეხლა გარე კარკასის დაზღვევა შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ იყოს ხოლმე მომხმარებელს საინტერესო, ნაკლები რისკსაც აზღვევს სადაზღვევო კომპანია, მაგრამ ინტერიერს თუ დააზღვევს ამ კონკრეტულ ლიმიტით და ბევრად შემცირებული პრემიით, ეს მისთვის საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალი დღეს ჩვენ მაინც მეტნაკლებად ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანა ვართ, არ მეკუთვნებით თქვათ იმ სახელმწიფოებს, სადაც ძალიან ბევრი სადაზღვევო პროდუქტი სახელმწიფოსგან არის დაკანონებული და სავალდებულო, ხო, მოგეხსენება ეხლა იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნები და არა მარტო დასავლეთ ევროპის ქვეყნები,
ქვეყნები, მაგალითად რო ავიღოთ ჩრდილოეთით რუსეთი, იქაც კი სავალდებულო არის აი ავტოდაზღვევა. შემდეგი გადაცემა იქნება სავალდებულო დაზღვევაზე სწორედ ეგ დამოკიდებულია ზუსტად რამდენად გაძლევს შენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მაგის შესაძლებლობა. საქართველოში დიდი ხანია იგეგმება, მაგრამ მაინც ჯერ ფაქიზი საკითხია, იმიტომ რომ შენ რო გამოუცხადო ახლა საზოგადოების სრულ ნაწილს, რომ თვალიდან მანქანა რო დაქოქო და გარეთ გახვიდე, ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს დაზღვეული, ცხადია ამას მოყვება პროტესტი. პირველ რიგში იმიტომ რომ არ აქვს მაინც ცოდნა მომხმარებელს, მეორე იმიტომ კიდე რომ ფინანსური წვირთია მუშაობს. კი. აი გამარტივებული პროდუქტები, სადაც შეიძლება სადაზღვევო კომპანიამ დაადგინოს ის ძირითადი რისკი, რაც ყველაზე მეტად აშინებს მომხმარებელს, ასეთი ტიპის პაკეტები ყველაზე კარგად იმუშავებს. ერთხელ სხვათაშორის კვლევა ჩავატარეთ და აი შემთხვევითობის პრინციპით ვეკითხებოდით ადამიანებს, ან შესაბამისი ჯგუფი, რომელიც გავუშვით, ეკითხებოდნენ ადამიანებს, რომ ავტომობილს თუ დააზღვევდი პირველ რიგში რისგან დააწვან, რა გიბიძგებ დაზღვევისკენ რა და 20-დან 18-19 ადამიანი ძახდა, რომ ავარია, წარმოვიდგინე რა. და ეხა იმას რომ შენ აი დაუდგენელი ვითარება, ქურდობა ძარცვა ყაჩაღობა, სტიქიური მოვლენები, რომელზეც ძალიან ცოტას ფიქრობს, ცხადია მე ამ ერთობლიობით შენგან გაძვირებულ პრემიას ის უკვე აღარ იხდის რა და თუ მოუძებნიან მომხმარებლებს იმ ძირითად მამოტივირებას, რამაც შეიძლება უბიძგოს დაზღვევისკენ, მე ვფიქრობ, რომ გაყიდვებით რომ გაიზრდება. ეს პრინციპი სხვათა შორის ბანკში გამოვიყენეთ, რაც გითხარი ავტოდაზღვევის ნაწილში, იმიტომ რომ დავფიქრდით საკრედიტო და მათ შორის საოპერაციო რისკებთან ერთად და ვთქვით, რომ მომხმარებელს ეხა ჩვენ დაგირავებული ავტომობილი რო დავაზღვევინოთ, მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევაზე და თქვათ ამოვიღოთ აი ეს მაგალითად დაუდგენელი ვითარება, რაც ყველაზე მეტად აძვირებს. ჩვენთვის ამ დროს რისკები იზრდება თუ არა? ეხა მომხმარებელს თუ გაეკაწრება ეს ავტომობილი, ჩემთვის მაინც უზრუნველყოფა არის, არ მცირდება რადიკალურად მისი ღირებულება და მოდი შევთავაზოთ გადახდის საშუალებაც არ ნადგურდება. მათ შორის ზუსტად. და მოდი შევთავაზოთ იმ ძირითად რისკისგან დაზღვა და ეს იყო სხვათა შორის ბანკი იყო ის პირველი სექტორი, სადაც დაიტესტა ესე ვთქვათ, როგორც ინოვაციური პროდუქტი და მას მერე ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ თავის დაირექტ არხებშიც გამოიტანა გაყიდვებში და სადაც მოხდეს სხვათა შორის ყველგან გაუწევარი პოპულარიზაცია ამ ტიპის მიდგომას და მუშაობს. შვენიერი, ანუ შენ მოუწოდებ, რომ მეტად კრეატიულები იყვნენ და რაღაც ისეთი პროდუქტები შექმნან, რომელიც იქნება მარტივად გასაგები და ერთ კონკრეტულ ძალიან მაღალ საჭიროების დონეზე, რომელიც არის იმას ვუშვალოთ, ასე ვთქვათ, იმ საჭიროებას და დანარჩენიც, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ავტოდაზღვევაზე ვსაუბრობთ, სხვა რისკებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე გაურკვეველ ვითარება რისკი ვახსენეთ, მაგრამ ამაზე ცალკე კამპანია ჭირდება და ეს ჩაატაროს სადაზღვევომ დავუტოვოთ, რომ ადამიანებს აჩვენოს კარგად რატო არის ამათი დაზღვევაც საჭირო. მინიმუმ არჩევანის საშუალებას თუ მისცემ მომხმარებელს, შენთვისაც სასურველია და იმ მომხმარებელსაც უფრო მეტად კომფორტულია მასე დრო შენთან ურთიერთობა. ხა მე შეიძლება მყავდეს პირობითად $30,000 მანქანა და ასევე მეორე ჩემნაირს ყავდეს კიდევ $30,000 მანქანა. ის ამბობს, რომ ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ ჩემი მანქანა იყოს სრული პაკეტით დაზღვეული, სრული ლიმიტით და ასე შემდეგ, მაგრამ მე შეიძლება ვთქვა, რომ მე $30,000 მანქანა მირჩენია დავაზღვიო $10,000 ლიმიტით მარტო ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი მანქანა $10,000-ზე მეტად თუ განადგურდება, ის აღარ ამინაზღაურდება, მაქსიმალური ლიმიტი 10,000, იქ შეიძლება ფრანშიზას მეტოს და მარტო დაზღვეული რისკი მქონდეს ავტოსაგზაო შემთხვევა. ეხლა რომ განვიხილოთ ერთი და იგივე სადაზღვეოს ანდერრაიტერისგან დადგენილი ტარიფი ამ ორივე кейსზე, იმდენად დიდი სხვაობა შეიძლება დაჯდეს, რომ კი, ფასზე ძალიან ბევრი რამე მოქმედებს, კი. ანუ ეხლა მე რომ დავფიქრდი, რომ გისმენ შენ, ანუ სხვადასხვა, ვთქვათ, მე სესხის აღება მინდა, სხვადასხვა ბანკი მთავაზობს სხვადასხვა ტარიფს, ვთქვათ, პროცენტს ასე შემდეგ, მე იმასაც უნდა დავუკვირდე, რა დაზღვევას მთავაზობს, იმიტომ რომ იმ დაზღვევაში შეიძლება იყოს, რომ ერთი ბანკი მთავაზობს შედარებით შეზღუდულ დაზღვევას, მეორე ბანკი უფრო მეტი რისკისგან მაზღვევს და ასე შემდეგ. ანუ აუცილებლად გადაწყვეტილების მიღების მომენტში ყურადღება უნდა მივაქციო არა მარტო საბანკო სესხის პროცენტს, არამედ თუ რა რისკებისგან იქნება ეს ჩემი საგანი, რომელსაც ამ სესხით ვყიდულობ, დასხვეული. აი მაგით თქვი ზუსტად, მაგას ხუნა მიაქცია ყურადღება, მაგრამ პირადად როდესაც ყიდულობ სადაზღვევო კომპანიისაგან და ბანკისგან როცა ყიდულობ, მასე დროს ბანკთან შეგიძლია ცოტა მეტად მოდუნდე. იმიტომ რომ ბანკი, როგორც დასაწყისში ვთქვით, არის ის სუბიექტი, რომელთანაც შენი ინტერესები 95%-ით არის თანხwebdriverში და თავის დროზევე მან შენ მაგიერ ბევრ რაღაცაზე იზრუნა, კი. ერთადერთი რაც მაგ დროს საუკეთესოა ბანკისგან, რომ იქნას გაკეთებული, არის ის, რომ მომხმარებელს ასევე ბანკმაც დაუტოვოს არჩევანის საშუალება. თუ ეტყვის მაგალითად, რომ მე გავალდებულებ მარტო ავტოსაგზაო შემთხვევისაგან, დაზღვევისაგან
იმის შესაძლებლობას დაუტოვოს მომხმარებელს, რომ სრულადაც დააზღვევს თუ ამ მომხმარებელს ამის სურვილი აქვს, იმიტომ რომ როგორც თქვით, პრიორიტეტები განსხვავდება რა. მაგრამ აი სწორი კომუნიკაციით თუ გიდგება ბანკი, მაგ დროს შეგიძლია უფრო მეტად თავდაჯერებული იყო, იმიტომ რომ ის განცდა არ გაქვს. მაგ დროს აი სადაზღვევო კომპანია რამეს ხო არ გისრულებს სიტყვაზე, რაღაც ხელშეკრულებაში რამე ხო არ ამოგაკლო, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება თავის დროის სადაზღვევო კომპანიასთან ბანკმა გაიარა, wording-ის დონეზე, ყველა დეტალის დონეზე, ყველა გამონაკლისის დონეზე და იმან ეს ხელშეკრულება გაიარა როგორც თავად კლიენტმა, რომელმაც მე უნდა გასარგებლოს შენ სიტყვაზე რა და მაგ დროს აი ბანკი შეიძლება ჩაითვალოს ცოტა უფრო კომფორტულ ესე ვთქვათ გაყიდვების წერტილად. აი ახლა მინდა რომ გკითხო, მე როგორც მომხმარებელს თუ ძალიან კრიტიკული მომხმარებელი ვარ, ბანკმა შემომთავაზა ვთქვათ 3 სადაზღვევო კომპანია. შემიძლია თუ არა მე ვიღაც მეოთხესთან გავაფორმო ხელშეკრულება და ჩემით მოვიტანო ეს პოლისი. რეგულაცია ამას ავალდებულებს ბანკსაც, შენს გაძლევს მაგის შესაძლებლობას, რომ 3 შემოთავაზებული სადაზღვევო კომპანიიდან და ალბათ ამ შემთხვევაში მომხმარებელი მაშინ მართავს, როცა ძალიან გარკვეულია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაში, ერთ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიასთან უკვე დიდი ხანია ურთიერთობს, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, დობაზეა მაინც ყველაფერი დაფუძნებული. აქვს ამის შესაძლებლობა, რომ გითხრას, რომ მაგალითად შენ თუ ვიძენე ხამე ავტომობილს, რომელიც მე დავაგირავო და აქ ხო არის 3 ტერმინი, ხო? მზღვეველი, დამზღვევი და მოსარგებლე. ამ დროს მზღვეველია სადაზღვევო კომპანია, დამზღვევია კლიენტი, რომელიც ფულს იხდეს და მოსარგებლე ყველა ვარიანტში ბანკია თუ დაგირავებული ეს ავტომობილი. მომხმარებელმა შეუძლია გითხრას შენ როგორც ბანკს, რომ მე წავალ ჩემს სასურველ სადაზღვევო კომპანიაში, იქ შევადგენინებ პოლის მოსარგებლეთ. ჩვენი შეთანხმების საფუძველზე ჩაგწერ შენ, მოვიტან ამ პოლის და გადავიხდი მე თანხას იქ. ნუ ამ დროს მე შევა ბანკმა ჩადოს დამატებით, ასე ვთქვათ, მუხლად, რომ სადაზღვევო კომპანია დაავალდებულოს, რომ დებიტორული გაუქმების დროს მოხდეს ბანკის ინფორმირება, იმიტომ რომ როდესაც ბანკში წარმოდგენილი სამსადაზღვევო კომპანიისგან ირჩევს კლიენტი ერთ-ერთს, ბანკშივე ახორციელებს payments და ბანკს ამის შესაძლებლობა აქვს, რომ აკონტროლოს, რომ მომხმარებელს არ გაუქმდეს პოლისი დავალიანების გამო. ან ხო შემთხვევითი უყურადღებობის გამო. ნუ აი ეს ამ მუხლების საფუძველზე ბანკს არანაირი უფლება არ აქვს, რეალურად შენ გითხრას, რომ არსად არ უნდა წახვიდე მინიმუმ ამ 3 სადაზღვევო კომპანიიდან უნდა არჩიო. ნუ შეიძლება გითხრას და ამის გამო სესხი არ მოგცეს, მაგრამ მომხმარებელს ამის უფლება აქვს, მოკლედ რომ ეს მოითხოვოს და არავინ ვერ შეეწინააღმდეგება. თუმცა თავიდან რომ ვთქვით, რომ ბანკი ამ დროს არის შენი სამართლებრივი მრჩეველი, იგივე ზარალის დადგომის შემთხვევაში გიშუამდგომლებს სადაზღვევო კომპანიასთან, ალბათ ეს ნაწილი ამ შემთხვევაში აღარ გვექნება თუ მე ჩემით მოვიღტან პოლისი. მაგ არჩევანს იღებს ის ადამიანი, რომელსაც უკვე დიდი ხნის ურთიერთობა აქვს იმ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიასთან, ენდობა და მაგიტო იცის თუ ხა მომხმარებელი, რომელსაც დიდი ცნობიერება არ აქვს სადაზღვევო სექტორის მიმართ და არ ქონია თუნდაც ურთიერთობის გამოცდილება, ცხადია ის არ აირჩევს მე ჩემი წავალო, იმიტომ რომ მინიმუმ დისკომფორტი არის შენ წახვიდე, შენ თვითონ შეათანხმებინო ტარიფების სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს და მე იქიდან წარმოადგინო უკვე გაქვს გამზადებული, უბრალოდ რამდენიმე ხელშეკრულებას აწერ ხელს და მომენტალურად გიგვარდება ყველა პრობლემა. ძალიან იშვიათია მოკლედ რო ვთქვათ, რომ რომელიმე კლიენტმა თქვას მე წავალ და მოვიტან ჩემს პოლისს. დიდი მადლობა თორნიკე, ძალიან პროფესიულად ღრმა საუბარი გამოგვივიდა ჩემი აზრით და აი ჩემი პოდკასტის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ადამიანებს ფინანსური ინფორმაცია მივაწოდო იმისთვის, რომ არა მარტო შეინარჩუნონ თავისი ფინანსური სტაბილურობა, არამედ შექმნან ფინანსური ბირკეტები შექმნან და სტაბილურად იყვნენ ცხოვრებაში ფინანსურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანებს მოვუწოდებთ, რომ თუ არა აქვს გამოწერილი ეს პოდკასტი აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ აი სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ თქვენ დაგეხმაროთ სტაბილურობის შენარჩუნებაში. დიდი მადლობა დასასრულსაც მიუახლოვდით, დიდი მადლობა თორნიკეს სტუმრობისთვის, დიდი მადლობა პოდკასტ არიას, რომ საშუალებას მაძლევს ეპიზოდები ჩავწერო და წარმოგიდგინოთ თქვენ. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით, მომავალ ეპიზოდში კი ვისაუბრებთ სავალდებულო დასხევაზე, ამიტომ დაგველოდეთ.